დღეს აშკარა გახდა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვა და მისი მარიონეტული რეჟიმი გადავიდა რუსული სპეცოპერაციის ახალ ფაზაში. რუსეთის ახალი დაკვეთა, როგორც ჩანს, არის რომ საქართველოს ფორმალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე იქნას გაუქმებული უახლოეს მომავალში. ბოლო დროს, როგორც საზოგადოებამ იცის, რუსული ინტერესი დამარცხდა სომხეთში, უნგრეთში, მოლდოვასა და უკრაინაში. მარცხით გაწმილებული კრემლის ამოცანა ახლა აშკარად არის, რომ ჯილდოდ წაიღოს საქართველო და მას რასაკვირველი ამაში მხარს უბამს რუსული საოკუპაციო რეჟიმი სახელად ქართული ოცნება. პარლამენტის სპიკერის განცხადება, რომლის თანახმად თურმე ევროკავშირი აპირებს სახელმწიფოები დაყოს პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან სახელმწიფოებად, არის მორიგი ცრუ პროპაგანდისტული თავდასხმა ევროპულ კავშირზე. პაპუაშვილის განცხადება არის ხაზგასმით მინდა ვთქვა სრული სიცრუე. სინამდვილეში ევროპული კომისია მსჯელობს იმაზე, თუ როგორ შექმნას დამცავი მექანიზმები და ასე ვთქვით გარდამავალი პერიოდის წევრობის მოდელი, რაც ემსახურება ევროპული კავშირის გაძლიერებას და ახალი წევრების შემომატებით შექმნილი შესაძლო რისკების დაზღვევას. სხვანაირად თუ ვიტყვით, ამ ინიციატივის მიზანია შესაძლებელი გახადოს ეტაპობრივი ინტეგრაცია ევროპულ კავშირში და საბოლოოდ რასაკვირველია სრულყოფილი გაწევრიანება. ქოცური პროპაგანდა საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოს ევროკავშირის მიზანი იყოს სახელმწიფოების კლასიფიკაცია უპირატეს და ნაკლებად მნიშვნელოვან სახელმწიფოებად. ესეც რა თქმა უნდა არის ტყვილი. სინამდვილეში ამ მოდელის დამკვიდრება, თუ ეს საერთოდ მოხდა, ამარტივებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ინტეგრაციას. რადგან ეს მოდელი და ზუსტად ეს მოდელი პასუხობს იმ შიშებს და გარკვეულ სკეპტიციზმს, რაც გააჩნია რიგ სახელმწიფოებს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მარტივად თუ ვიტყვით, ამ მოდელის დანერგვის შემთხვევაში საქართველო უფრო მალე და უფრო უმტკივნეულოდ შეძლებს ევროპულ კავშირში გაწევრიანებას. და სწორედ ეს აშინებს რუსულ საოკუპაციო რეჟიმს და მის სპიკერ პაპუაშვილს. ნებისმიერი ნორმალური პროქართული და პროევროპული რეჟიმი დღეს მიესალმებოდა ევროკომისარ მარტა კოსის ამ ინიციატივას. მაგრამ ცხადია, რეჟიმი, რომელიც არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და პირიქით, მუდმივად და თანმიმდევრულად ემსახურება რუსეთის ინტერესებს, იქცევა საპირისპიროდ. ნაცვლად იმისა, რომ მართველი გუნდი დგამდეს ნაბიჯებს ევროპისკენ, ჩვენი ქვეყანა იღებდეს მილიარდობით დაფინანსებას, რასაც იღებს მოლდოვა და უკრაინა, ნაცვლად იმისა, რომ ყველა ნაბიჯი ემსახურებოდეს მეტი კეთილდღეობის, მეტი მშვიდობის და განვითარების ინტერესებს თითოეული თქვენგანისთვის, ამ რეჟიმის პირობებში ოფიციალურად გადაგვასწრო უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებაც დაიწყეს უკვე გაწევრიანებაზე მოლაპარაკება, რითაც ასევე უნდა ითქვას საბოლოოდ დამთავრდა ასოციებული ტრიო. და ჩვენი ქვეყანა იქცა მაჩანჩალად და შედეგად ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო უკან მოიტოვა არა მარტო ტრიოს ორმა სახელმწიფომ, არამედ სომხეთმაც, რომელიც ყველა პარამეტრით ჩამორჩებოდა ჩვენს ქვეყანას ისტორიულად. აი ეს არის მკაფიო დასტური იმისა, რომ პირველი ამ რეჟიმის პირობებში საქართველოს არ უწერია არავითარი განვითარება, არავითარი მშვიდობა და არც კეთილდღეობა და მეორე იმისა, რომ ეს რეჟიმი ღიად და დაუფარავად ატარებს რუსეთისთვის ხელსაყრელ საგარეო და საშინაო პოლიტიკურ კურსს და სწორედ ამიტომ ამ რეჟიმს აქებს ზახაროვა, აქებს ლავროვი, აქებს ნარიშკინი, მაგრამ მასთან ძალიან ღია და გულწრფელ დაპირისპირებაში და მხილებაში არის მთელი ცივილიზებული სამყარო. და ეს არის, მე ვფიქრობ, ყველაზე კარგი დასტური ყველა ქართველისთვის, რომ ამ რეჟიმის დემოკრატიულად და მშვიდობიან დასრულება არის მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი პატრიოტული ამოცანა, რაც ახლა შეიძლება კონდეს თანამედროვე ქართველს, იმისაც რომ გადარჩეს ჩვენი ქართული სახელმწიფო და იმისთვის რომ დავიბრუნოთ ის ისტორიული კურსი, რაც არის ჩვენი, იყო ჩვენი და უნდა იყოს ჩვენი და რაც წაგვართვა ქოცების პატარა გუნდმა, რომელსაც გადაწყვიტა, რომ საკუთარი ინტერესებისთვის შეეწირა ქართული ეროვნული ინტერესი. მადლობა.